აგორა ხარ გუშინდელი დღე ჩაგიგდეთ. იქ კაცები მყავს საკუთარი შვილი. იმიტომ რომ ძალიან დაღლილი მოვედი და დღეს ნაკლებად დაღლილი მოვედი. აქ ჩაგისვავთ, როგორი სახლი გავაკეთეთ და რა ლამაზი გამოვიდა. უნიტაზზე ჩანთა რაღაცაობა განუცვაი ესეთი უნიტაზი ხდება ჩანთა კიშები ეს არის პანჯერები ესეც მეორე რომელიც გარედან უკვე შესრულებულია და აიშა დავწყოთ. ვარსკვლავები კადრში არ ჩანან. რაფერ შეიძლება? არის თუ არა ეს ჟურნალი თუ ნიშანი? უნიტაზია ის ჩანთა პანჯრიდან გარბის აქ საოცარი განია მაგრამ ამას ვიკეთებ რომ გაჩვენოთ რატო ერთადერთი? რატო იჭყიტები? ერთ-ერთი საუკეთესო ხარ? იკავე. ეს მოგვს რო აქტოვებ საუკეთესო თანამშრომლის ამბავია? წადი იბანავე. შენზე მოთხოვნაა დაგვანახეო და ეხლა ესეც ვერავის ვერ დავანახებ, გაბურძგნულია ზაზუნასავით არის. თან ხო ესეთი ხოლმე და მოდა ბურძგნულია. ყავა გავიკეთოთ. და გაცინოთ. მოკლედ მე ვისაც არ გაინტერესებს ჩემი შვილების ამბები. ჩემი ურთიერთგამორიცხავი პროფესიები, დამლაგებლობა და ბუღალტრობა. მე ბედნიერება ასე რომ მოდიხარ ადამიანურად არ ხარ დაღლილი. კარგად ხარ. ძალიან კარგი ამინდია. ყავა მინდა. მთელი დილა მინდა და ყავა იბა. ხო და თან გამოვიარე ასე ვმუშაობ ხოლმე. ყველაფერს რომ იასტოებს რო კარაგებში ვზავარ და ამის რო ვიხობ. ისევ ასე მოვდივარ. ზემოდან დუტის ჟილეტი მეცვა და ის გავიწრო მივაგდე და ახლა მეც გამობანავდება. ტილოები შევყარე, ნახმარი, რომელიც იხარშება და ბავშვით შევაგდე. საბანაოდ. ყველაფერს ხეხავ ხოლმე რომ მოვდივარ სახლში. ყავა და გაცინოთ. ათწნებაში არის. გაგეცინოთ თუ არა ვიცი, იმიტომ რომ იმ ბავშვს მოგიყვეთ, მაშინ შეკეთ ჩავიქრიშე. რომელიც სულ ცოტა ხნის წინ პამპერსში იფსავდა. ალბათ გადაგება საფრთხეს რამდენად აუცილებლად მოიწეცი. რაც დამიწევი, კარგია გაიზდებიანო, ვიღაც მარა ჩემი გოგოა, ჩემი გოგოებიდან ერთი შემოგეშველებიანო, პასუხისმგებლობის გრძნობა მოგეხსნებაო, ანუ გაზდელი მყავს ერთი, მუშაობს, პასუხისმგებლობის გრძნობა არ მომხსნია, როგორც კი რაიმე უჭირს. ანგარიშზე როგორც კი ფული უთავდება. მე ვარ მთავარსარდალი იმის, რომ აღმოუფხვრა ეს პრობლემა.
დავაგეგმარო და მის ანგარიშზე იყოს თანხა. გონებიდან არა, რა ჩემი შვილი რამდენი წლისიც არ უნდა იყოს, ღმერთმა დიდხანს მათ ცოცხლოს რაშიც ეჭვმეპარება. 80 წლისაც რო ვიყო, რა ბედნიერება იქნება, ბებია ჩემი მოკვდა 86-ის, მეც რო 86 წლის წავიდე იმ ქვეყნად. 80 წლისაც რომ ვიყო, აუცილებლად პასუხისმგებლობა მექნება. ვერ მოვიხსნი, ვერც მატერიალურს, ვერც ფიზიკურს, ვერც მორალურს, ანუ რა ვიცი, გინდა გიჟი მიწოდეთ, გინდა ხოდა მოიმუშავა. 500 ლარი აიღო მის პირველი ხელფასი 16 წლის დასაწყისში. 500 ლარი. მთელი 500 ლარი. ჩემნაირია. დავითი არ მგავს, ვერ კუჭავს. ის ესეთია, თავისთვისაც და სხვებისთვისაც. ნიკოლოზი არა. ანუ საფულეს რო ხსნი ხოლმე, ხალხო არ ვიცი საიდან მაქვს ფული. მართლა ბევრი ფული რომ მქონდეს, წარმოიდგინეთ რამდენი შევინახავ. სულ პოულობ, რომელიც არ მახსოვს. ანუ ყველა ჯიბეში ფულს ვინახავ. ვაიდა რო გამიჭერდეს, ვაიდა რამე რომ მომივიდეს, ხო? გამოვართვეს ფული მექანიკურად და თავისივე ოთახში თავისივე წიგში ჩავუდა. პირველი ნაწილი ხელფასის რომ მოიტანა, იქიდან დახარჯა 400 ლარიდან 50 ლარიდან 350 გამოვართვე და ჩავუდა წიგში. თურმე არ შემოუხედია რა გავაკეთე და არ იცი საწავიდა მისი ფული ამდენი დღეა. 4 ალბათ ან 3 გაცებული მყავს. გუშინ აიღო ბოლო 100 ლარი. ხო და შემოიხარჯა იქიდან 20 ლარი მექსიკურებს დაპატიჟე მისი მეგობარი და მე ამას ძალიან ადეკვატურად ვუყურებ. ზოგადად 100 ლარიც რო დაიხარჯა ძალიან თუნებრივად შევხედავ. ის 20 ლარი, ანუ უჯეროს ესე 80 ლარი და იმაშობა ხა მიდის მცხეთაში. ცოტა ცხოველში, არ ვიცი რატო დაკისი. მაგრამ ვიცი. ვიღაც ბაწონს, ვიცით ბაწონს. ოდა ესე მცხეთა თბილისში აქ ტროს გაგდა გარბის გამოების, ანუ მცხეთაში გარბის როგორც მე დავდივარ ხოლმე ეგასთან აქ წინა პურშულს. ხოდა მივეცი 20 ლარი, 20 ლარი აიღე თქო დღეს იმყოფინე თქო და 1 20 ლარს კიდე მე გაჩუქებდი თვალისთვის თქო და მე რაღაცა იქნება თქო რა ამ ფულს ხელი აღარ მოგიდო თქო დავანახე სათქონდა ანუ რა სიძახი და ჩემს ტვინს შევუჭამდი ტვინს გამოვუღებდი როცა წაიღე ჩემი ფულის და წაიღე ვეტყოდი არ ვიცი ორნაბიჩი გამოვიარე და რატო ახლა გეტყვით. წავედი იმ დროს. ორნაბიჩში ვიყავი. არ ვიცი გაჩვენეთ თუ არა რა ვიყიდა იქნებოდა სადმე. და ვიყიდა ორნაბიჩი ბროწეული. ხო გაჩვენეთ მოვატეხეთ ხო და ისე ავიღეთ. ხალხო უგემრიელესია. ვისაც ჩემს ავიგიყვეთ. მე გიჟდები აი უყურეთ. ეს ბროწეული საიდან ჩემი სუფთაა. ეს თითები ბროწეულმა დამილექა. ხელთაც მოსვა უნდა მოვიტანო ახლა ყუთით. ხო და ბროწეულმა შევედი ორნაბიჩში და ავიღე 37 მანეთი. და კიდო კაპიკი რაღაც რომელიც არ ახსოვს. ვიცი რომ წაგებაში ვარ ხოლმე ამას რო ყიდულობ, ვიცი რომ ჯობია საპაკი ვიყიდო 32 ცალიანი თუ 32-იანია და ამაში არ ვიხადო რასაც ვიხდი არ ვიცი რა ღირს მაგრამ არ მაქვს ადგილი სადაც დავხურავ და შევდებ ტუალეტის ქაღალდს ხო და ადრე რეკლამა რო იყო დიდი თეთრი ტუალეტის ქაღალდები მინდაო ბევრია დიდი სახლი მინდაო ისე რო არ მქონდეს ყველგან ტუალეტის ქაღალდი ყიდულობ ასეთ პატარას ლიდერფუდის სოსისი, რომ უცებ მოიხარშოს, ბრინჯი მაქვს გამზადებული ქათმით. სხვათა შორის ლიდერფუდმა მიკორას აჯობა ამ ბოლო პერიოდში ლიდერფუდი ძალიან გემრიელია თქვენი ნაწარმი.
რა თქმა უნდა და აი ეს ვებერთელა 3 ცალი ბროწეული 3.44 ანუ თითო ლარი და 5.12 მარა ძალიან მიყვარს ნაყვარება ასეთმობაშია და ყოველთვის ვიღებ ხოლმე იმიტომ რომ დილით ვაკეთებ ამისგან ტოსტი ეს ნიკოლოზის საყვარელი შოკოლადია ჩემთვის ძალიან ტკბილი ხო თქვი ყველაული აღჭამ გაციებულ ბავშვს იქ 2 და კიდე დავამატე ფასდაკლება იყო და იყოს არასდროს არ ფუჭდება ეს რატო არ ყიდულობო რძე სოფლის ნობათმა გააძვირა რძე და ეს იყო ფასდათქმებაში ხაჭო პრეზიდენტის 5%-იანი ვადა არ მინახავს ერთი გახსნილი მაქვს ჯერ უჭამე ახალ გამოვიდა ჩავტენო ძალით უიდე და ვადა სადა აქ ეგ არის სულ რა მოვიტანე არაფერი მეცვიბანავე მე გავისე ნებსადმე ეს გინახია თქვენ ეს არის ირინას გამოგზავნილი ჩანთა სახლის დასაღები ესე გამჩავმიტანა ახლა ვენეციიდან ეს მეთქვა ირინას შვილმა თათიამ შვეიცარია და მითხრა რომ ახალი მანქანა გეყოლებავ და კიდეო ხო და რომ არ დაჟანგდეს სანამ ახალი მანქანა მეყოლება ეს ჩემი ახალი მანქანის გასაღებია მაგრამ მარტო ჯანმრთელად ვიყოს უბრალოდ ახალი არაფერი უბრალოდ რაღაცნაირად ვარ აღტაცებაში ვარ აღმოფრენაში ვარ ცოტა დავუშვით და თორე რაიმის არ გამოკრა ხელი ეს არის ხემათ გასაფრენი მეორეს ვეცხავ იყვარხარ წავედი ფაბიკეთში მივხედო საქმეებს